პოლიტიკური ნიშნით შერჩეულები და ახალგაზრდები არ დაიყოფიან ოპოზიციად, პოზიციად და ასე შემდეგ. არამედ მათი ნიჭით, მათი გამოცდილებით, მათი შრომის მოყვარეობით, შრომის უნარით, ოჯახის ჭრილობით და ასე შემდეგ. იგივეა სპორტშიც. სპორტი არ შეიძლება ჩვენ ვაქციოთ ფედერაციები რაღაც პოლიტიკურ დეპარტამენტებად. ფედერაცია აბსოლუტურად დეპოლიტიზირებული უნდა იყოს. ფედერაციას უნდა ხელმძღვანელობდეს პროფესიონალი სპორტსმენი იმ დარგისა. და რაც მალე, ასე ვთქვათ, გათავისუფლდება ფედერაცია ხელისუფლების კლანჭებიდან, რაც მალე გათავისუფლდება თავად ეს სამინისტრო, ასე ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობის ბრჭყალებიდან, მით უფრო პროდუქტიული იქნება ამ სამინისტროს მუშაობა და თუ ეს ასე იქნება, რა თქმა უნდა, მე მივესალმები და ალბათ ყველა ჩვენთაგანი ამ სამინისტროს არსებობას და საერთოდ იდეას რომ იყოს ახალგაზრდა საქმეთა სამინისტრო. მადლობა გიორგი, მე მინდა ასე ვთქვათ, განვმარტო ძალიან მოკლედ საზოგადოებას. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ყველა ამ თემაზე, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად ყველა თემა ეხება ჩვენ საზოგადოებას და ეს ბუნებრივია ეხება როგორც ამ საზოგადოების წევრებს, ასე ვთქვათ, ახალგაზრდებს. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მომავალი და ჩვენ ესე წარმოგვიდგენია ჩვენი სახელმწიფო, რომ არ უნდა იყოს ყველაფერში ასე ვთქვათ პოლიტიკა შესული, იმიტომ რომ როგორც კი პოლიტიკა შედის, ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი კონკრეტული ჯგუფის ინტერესები შედის ამა თუ იმ სფეროში, რაც ბუნებრივია აზარალებს პროცესს, ერთის მხრივ ეს უკარგავს ობიექტურობას, მეორეს მხრივ სხვა დანარჩენი ადამიანები შეიძლება იყოს გარიყულები ამ პროცესიდან. ჩვენ ვიცით, ახლა მე არ ჩამოვთვლი, ძალიან ბევრი ნიჭიერი სპორტსმენის დაემართა ის, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ნიშნით, სხვადასხვა ბანაკში აღმოჩნდა, ასე ვთქვათ, და ეს არის ძალიან ცუდი. მე მინდა გავყვე, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვან კვლევას, რომელიც ჩვენ გვქონდა. ამ კვლევის ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი ნაწილი იყო ალკოჰოლიზმთან და ნარკომანიასთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ კვლევას ატარებდით, ასე ვთქვათ, ახალგაზრდები, ჩემი აზრით, აბსოლუტურად გახსნილები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მასში იღებდნენ მონაწილეობას და მათ თქვეს, რომ ძალიან ბევრს თვითონ პირადადაც გამოუყენებია, ასე ვთქვათ, ნარკოტიკი. თვითონ მათი მეგობრები, მეზობლები, ასე ვთქვათ, ნათესავები არიან ძალიან ხშირად ალკოჰოლის თრობის ქვეშ და ეს არის მასიურად, ასე ვთქვათ, ჩვენს ქვეყანაში. მე მინდა ვკითხო ალექსანდრეს, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, როცა ესეთ მძიმე მდგომარეობაში არის ახალგაზრდები და მათ უწევთ ძალიან ხშირად და კიდე ერთ მინდა ვთქვა, რომ ძალიან დაიწია ნარკოტიკების მომხმარებელთა ასაკმა. ის ჩამოვიდა, ასე ვთქვათ, 15-14 წლის ახალგაზრდები უკვე შეიძლება ითქვას, რომ იყენებენ. კი, ნამდვილად ასეა, სამწუხაროდ ნარკოტიკის მომხმარებელთა ასაკმა დაიწია, ეს ასე ხდება ხოლმე, როდესაც ზოგადი მომხმარებელთა რაოდენობა არის დიდი ქვეყანაში, ასაკი ასე დროს უფრო ახალგაზრდავდება და სკოლის ასაკიდანვე იწყება მავნესენით დაინტერესება და მერე დაავადება. ეხება უშუალოდ ნარკომანია, ალკოჰოლიზმს ზოგადად, ეს არის შედეგი, რა თქმა უნდა, ეს არის სენი, ეს არის პროცესი ზოგადად, მაგრამ ეს არის შედეგი ერთგვარი აი არსებული თუ არ არსებული პოლიტიკისა, რომელიც უნდა კონდეს ხელისუფალს, პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფალს, ვინაიდან ახალგაზრდობა, ახალი თაობა, ეს არის მთავარი რესურსი, რომელიც შეავსებს ხვალინდელ პოლიტიკას, შეავსებს ხვალინდელ ბიზნესს, შეავსებს ხვალინდელ საქართველოს აბსოლუტურად და ეს უნდა იყოს მთავარი პოლიტიკური ინვესტიციის წყარო და მიმართულება. ამ მხრივ ახლა სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება ხდებოდეს ადამიანი ბუნებრივია ნარკოტიკისზე დამოკიდებული, მაგრამ აი მე მახსენდება ახლა ჩეხოვის სიტყვებია, რომ უსაქმური ცხოვრება არ შეიძლება იყოს სუფთა. ის რომ ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც თქვა ისწავლა, ან თქვა ვერ ისწავლა, თლად უარესი და შემდგომში ვერ განახორციელა, ვერ მოახდინა რეალიზება მისი შესაძლებლობებისა, ასეთი ადამიანები ბუნებრივია ხდებიან რაღაც არჩევანის წინაშე ცხოვრებაში, მათ ცხოვრებაში უდგათ რეალური საფრთხე იმისა, რომ ეს ნასწავლი, ეს ნაშრომი ესე წალში გადაეყაროს ადამიანს და ეს არის თქვათ ასევე იმის მიზეზი, რომ მიდიან ქვეყნიდან ძალიან ბევრი ინტელექტუალური რესურსი გადის ქვეყნიდან, ვინც ვერ გადის აი ასე თქვათ ჭაობში, ნელ-ნელა ეფლობა და ამ ჭაობს სამწუხაროდ ზღვარი არ აქვს. ეს ერთი თქვა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. მეორე ის რომ
რეაბილიტაციის ცენტრები, ფაქტობრივად ერთადერთი ისეთი ყველაზე ეფექტური, მე რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ახორციელებს საპატრიარქო მონასტრებში და არა მარტო მონასტრებში არის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრები, მაგრამ ამ კუთხითაც საინტერესო იქნება ჩვენი ტელემაყურებლისთვის, რომ დაზარალებულ მხარეთ არა მხოლოდ ნარკოტიკის მომხმარებელი ადამიანია მიჩნეული, არამედ მათი ოჯახის წევრები. ამ კუთხით ჩვენს ირგვლივ ალბათ თითოეულმა ჩვენთაგანმა ვიცით ხო აი ადამიანების ყოფის შესახებ, იმ ოჯახების უბედურობის შესახებ, რომ აი მის გამო რამდენად არიან დაზარალებულები თითოეული ოჯახი და თითოეული ადამიანი თითოეული ჩვენთაგანი. რამ შეიძლება ეს მდგომარეობა გამოიყვანოს? ბუნებრივია იმ ფონზე, როდესაც ახლა გიორგიმ საკმაოდ კარგად ჩამოაყალიბა ახალგაზრდული პოლიტიკის არსი რა არის ხელისუფლებისთვის, რომ საბიუჯეტო სახსრები მიმართოს პარტიული ნიშნით ახალგაზრდების დასაქმებას და აი ასე ხედავს რეალურად ის ხვანდელ დღეს და მომავალთაობას ხელისუფლებისა ქვეყნისა უпроსორეთ, რა თქმა უნდა ეს ვერანაირ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს და სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ თუ ეს ასე გაგრძელდება, სურათი შეიძლება უფრო დამძიმდეს და უფრო რაღაცა კატასტროფულ შედეგებამდე მივიდეთ. ასე რომ ცვლილება უნდა შეეხოს ყველაფერს ერთად და პოზიტიური ცვლილებები არჩევნების გზით მოსული ხელისუფლება, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, ყველაფერი ეს იქნება მამოტივირებელი იმისა, რომ როგორც ახალგაზრდის დასაქმება, პენსიონერების პრობლემები, ყველა ის საკითხი, რომელიც აწუხებს ჩვენ ქვეყანას, უკავშირდება სწორედ პოლიტიკას. დიდი მადლობა, დიდი ხანია უკვე რაც გვატყობინებენ, რომ ზარი არის ეთერში. ალო. მოგესალმებით. მოგესალმებით. ისიც რა 2007 წელს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. საარჩევნო უბნები არ იყო დახურული, რომ ბუშმა სააკაშვილს მიულოცა გამარჯვება. ასე რომ ამერიკას სანამ უნდა იქამდე იქნება სააკაშვილი პრეზიდენტად. თქვენ ამაში უნდა იყოთ აქედან დარწმუნებული. რაც ბელორუსიაში გააკეთა ლუკაშენკო, ის იქნება 2013 წელში აქაც. არ ვამბობ სწორს? შემიძლია მინდათ რომ არჩევნებით მიაღწიოთ რაიმე, მაგის იმედი შვილო ყველა არ იქონიოთ არჩევნები. აგერ ახლა ჩატარდა, რატომ ვერ მოიგეთ? შემიძლია აგიხსნათ. რაც შეეხება რატომ ვერ მოვიგეთ არჩევნები. მე პირადად მონაწილეობდი ამ არჩევნებში, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და ძალიან კარგად ვიცი იმ საარჩევნო კოდექსის ხარვეზები, რომელიც დღევანდელ კოდექსს გააჩნია. ალბათონო, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მოვიგებთ არჩევნებს და რაც ყველაზე მთავარია, გვაქვს იმედი, რომ შეიცვლება ამ ქვეყანაში სიტუაცია. ჩვენ აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, ჩვენ არცით ჩვენთაგანს არ გვაინტერესებს, ასე ვთქვათ, ვინ საიდან მიულოცავს სააკაშვილს ამ გამარჯვებას და ჩვენ გვაინტერესებს ერთი რამ, რომ ჩვენ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შევძლოთ ყველამ ერთად ჩავატაროთ დამოუკიდებელი სამართლიანი არჩევნები, რომელიც დააკმაყოფილებს არა რომელიმე უცხოელს, თუნდაც ეს იყოს რუსეთში, თუნდაც ოკეანის გაღმა, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მან უნდა დააკმაყოფილოს ქართული საზოგადოება. ქართულ საზოგადოებაში უნდა გაჩნდეს ეს სამართლიანობის განცდა. რაც შეეხება რატო ვერ მოვიგეთ არჩევნები? იმიტომ რომ არ ვარგოდა საარჩევნო კოდექსი. ჩვენ ამ ბრძოლაში როცა შევდიოდით, მაშინ ძალიან ბევრი ამბობდა, რომ ეს იყო წაგებული ბრძოლა. ჩვენ მაშინ ამას დავარქვით აბსოლუტურად უთანასწორო ბრძოლა და მე გეთანხმებით, რომ ძალიან რთული იყო ამ ბრძოლაში გამარჯვება. თუმცა სირთულეები არ ნიშნავს იმას, რომ გაექცე შენი ქვეყნის მომავალზე ფიქრს. თუ ეხა თითოეული ჩვენთაგანი აქ ახალგაზრდები ვსხედავთ ეხა და თუ ჩვენ ვიფიქრებთ ალბათონო, რომ მაინც არაფერი არ შეიცვლება 2013-ში იქნება ისევ სააკაშვილი, შემდეგ შეიძლება კიდე რაღაც მადააქმას, მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს ამის და სხვადასხვა ფორმებით ფიქრობდეს ხელისუფლებაში დარჩენას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ როგორც საზოგადოება ვეგუებით იმ სიტუაციას, რომელიც არის დღეს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ წინაშე არის არჩევანი. ან ვეგუებით ამას, ან არ ვეგუებით. ნაწილი მიდის ჩვენი ქვეყნიდან, ის ადამიანები, ვინც რჩება ამ ქვეყანაში, კიდე იყოფა ძალიან ბევრ სეგმენტად. ჩვენ იმ ნაწილს მივეკუთვნებით, ქალბატონო, ძალიან დიდი პატივისცემით მინდა გითხრათ, რომელიც არ ვაპირებთ შეგუებას. აი ახლა საუბრობდით აქ ჩვენ ნარკომანიის პრობლემებზე, საუბრობთ ახალგაზრდულ პრობლემებზე, ზოგადად დასაქმებაზე იყო აქ საუბარი. ყველა ეს პრობლემა მე ვიცი, რომ არის ძალიან მძიმე მოსასმენი
მე მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი პატივისცემით გითხრათ, ჩვენ არ მივეკუთვნებით ადამიანებს იმ კატეგორიას, რომელიც თulis რომ მუდმივად იქნება ნაციონალურ მოძრაობა ხელისუფლებაში. ჩვენ შევცვლით კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ შევცვლით ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. აი ხა თემატური